2003 წელი, 2 ნოემბერი. ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე წავიდა. შოკირებული იყო მთელი საქართველო. შევარდნაძის რეჟიმმა მოსახლეობას ხმის უფლება წაართვა და არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ხელისუფლების ცინიზმი უკვე ზღვარს იყო გადაცდენილი და ქართველი ხალხი დემოკრატიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. მშვიდობიანი, კეთილმოსურნე განწყობა დაწყებისთანავე გასდევდა ამ აქციას. რასაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქალაქში რკინისფარიანი და ნიღბიანი სპეცრაზმების მობილიზაციის უპასუხა. იმ დღიდან დაიწყო გადაუღებელი წვიმა და საშინელი სიცივე, მაგრამ ათასობით ადამიანი მაინც დარჩა პარლამენტის შენობასთან. ხალხი არ აპირებდა უკან დახევას და ხელისუფლებასთან რაიმე დათმობაზე წასვლას. პარლამენტის წინ მდებარე მოედანი ქოლგებისა და ცელოფნების ქალაქად იქცა. ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან აღშფოთებული ხალხის კოლონა დაიწყო. მანქანების კოლონას გზადაგზა უამრავი მხარდამჭერი უერთდებოდა. მოსახლეობა ტაშითა და ყვავილებით ეგებებოდა მათ. ნოემბერი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვით სახელმწიფო ბლოკმა და აღორძინებამ გაიმარჯვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არაფერი აქვს საერთო ქართული ხალხის ნებასთან. ყოველიერი ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც გულგრილობა დანაშაულია. დღეს ასეთი დღე დგას ჩითოეული ქართველისათვის. ქართველმა ერმა დიდი პოლიტიკური სიზმრე გამოიჩინა. ერთიანობა, სიმტკიცე და მიზანსწრაფვა. კანონიერი და მშვიდობიანი ბრძოლის ფორმებით შეძლო ქვეყნისთვის შევარდნაძის რეჟიმი მოეშორებინა. კვლავ მღელვარება აჭარა გასათავისუფლებელია. ხალხის სიმტკიცემ, გამბედაობამ და ერთად დგომამ შესაძლებელი გახადა უსისხლოდ გაეთავისუფლებინა რეგიონი ფეოდალური რეჟიმისაგან.
საქართველოს მოსახლეობამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ იგი შედგა როგორც სამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც აღარავის მისცემს უფლებას, მასზე მოახდინონ მანიპულირება.